დენი ჩაგიქრათ ხალხო მთლიან ქვეყანაში. და კოორდინაცია საერთოდ დაკარგული იყო მთლიან სახელმწიფოში, საქართველოში რა. და რა ბრძოლისკენ და რა მობილიზაციისკენ მიდიხართ. აი დენის სადგური არა გვაქვს ნორმალური სათადარიგო, რომელიც სიტყვაზე თავარი სადგური რო გამოვა მწყობრიდან, ის ჩაირთვება და მთლიანი ქვეყანა არ დარჩება უშუქოდ. რისი მებრძოლები ვართ? საერთოდ იცით თავდაცვის ძალებში რამდენი ადამიანი რიცხება? იცით რამდენმა აირი და სავალდებულო სამსახური და გირჩი გაწევრიან და ეგ თუ იცით? საერთოდ თავდაცვის სამინისტრო რამეს თუ აწარმოებს ისეც რომ აი პრობლემები შევქმნათ სამეზობლოში სიტყვაზე მილიტარისტული კუთხით, იცით? არ გეცოდინებათ, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება. რისი მებრძოლები ვართ, ხალხო, ცოტა რეალურად ხო უნდა ვიმსჯელოთ, აი ყველა ნორმალურ ქვეყანაში სკოლებიდან ისწავლება სამხედრო გაკვეთილები. მე მახსოვს, ჩემ დროსაც იყო ხოლმე, მაგრამ მე არ მომესწრო გიორგი, მახსოვს რომ სადმე ისწავლება სამხედრო გაკვეთილები? ანუ ერთ პოტენციურ და ერთ მოქმედ იმპერიას შორის ვარ, თურქეთს და რუსეთს გულისხმობ. და ნუ ახლა ირანიც თუ არ სომხეთს და აზერბაიჯანს თუ არ ჩავთვლით და ირანამდე აზერბაიჯანი არის ჩვენი მეტოქე მაგ კუთხით, იმიტომ რომ დავით გარეჯი წაგვართვა უკვე. აი მილიტარისტული სული აქ როგორი უნდა იყოს ამ ქვეყანაში, იცით? აი ბავშვები ალკუნიდანვე უნდა იზრდებოდნენ სამხედრო წესით. იმიტომ რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ დღეში. ყველა მხრიდან მტერი ყავს. შავი ზღვის გარდა ახლა. იმედია ზღვა არ ადითემა და არ დაგვრწმორავს. ხო და. ამის ნაცვლად პლანის ლეგალიზება მოახდინეს, ნარკოტიკები დაუშვეს. ეს გირჩს მიცეს უფლება, კაცო თვითონ თქვა მეგრელიშვილმა, რომ ჩვენ მოგცა ბიძინამო გარანტიები და იმიტომ შევქმნით პარტიაო. გირჩს მიცეს იმის უფლება, რომ სამხედრო რესურსი გამოეცლიათ ქვეყნისთვის, სავალდებულოს გულისხმობ. ჯერ რა სავალდებულო არის, ეგ თალკე თემაა, მაგრამ რა ვიცი, მაინც უნდა წახვიდე. იმიტომ რომ ელემენტარული იარაღის გასროლას და დაჭერას გასწავლიან და მიხვდები ომიანობის დროს რა უნდა ქნა. ქვეყანა დაცლილია და ვინ უნდა იომოს ხალხო პენსიონერებმა? რამდენია ბრძოლის უნარიანი, შრომის უნარიანი მოქალაქე ეთნიკურად ქართველი? ეგ გვაქვს დათვლილი? არ გვაქვს დათვლილი. სამხედრო ლოჯისტიკურად რომ ვიმხემძღვანელოთ, სამხედრო ლოჯისტიკური კუთხით რომ ვიმხემძღვანელოთ, რამდენი დღის განმავლობაში სიტყვაზე შეუძლია საქართველოს თავდაცვის ძალებს შეაკავეს, არ ვიცი, მაგალითად რუსეთზე აღარ ვიტყვი რა, აი შედარებით მცირე, აი თურქული ანექსირება თუ მოხდა ქვეყანაში, შეუძლია საერთოდ. მაგრამ შედი გვაქვს და ნუ სპეციალური ექსპერტები ითვლიან ხოლმე ხალხო. ითვლიან სამხედრო ანალიტიკოსები და ექსპერტები. ეგეთი ანალიტიკოსები და ექსპერტები ყავს საერთოდ. და რა ამის ყოველივე ამის აბრძოლაზე იწევთ. ჩვენ მაყავს მაგარი ექსპერტი აკია ბარბაქაძე, რომელიც აგერო ფრონტის ხაზიდან საკუთარმა გენერალმა დაადო ხელი, რომ გამოიქცაო. ყავს მეორე ექსპერტი, აუ 1-2 ბირთული დაბომბაჭირს, თორე მე მიდის წინითო, მოიძახის. და ყავნა სამხედრო ექსპერტები, რომლებსაც რატომღაც გონიათ, რომ რუსეთი მარცხდება და იმდენი ვერ გაუთავისებიათ, რომ რუსეთი თუ მართლა დამარცხებისკენ წავიდა ბირთული იარაღს გამოიყენებს და მთლიანად წაიღებს მთელ მსოფლიოს თან. აი ასეთი ინჟინერები კი ფონის მერე რომ გამოდიხარ და იტყვი რომ ჩვენ რა აქციები პირდაპირ შევასყდებითო იმას რა ქვიაო რაღაცა არაბობას და რაღაცას ვერაფერსაც ვერ შეასყდები მეგობარო. ვერაფერსაც ვერ შეასყდები. იმიტომ რომ შენაირების 90%-ს პასტის ბოდიში კალამის ხელში დაჭერა ეშინია, რომ პირადი ნომერი დააფიქსიროს საპარლამენტო იმას რა ქვია, საკანონმდებლო ბლანკაზე, რომ აღინიშნოს მისი პირადი მონაცემები, რომ სადმე თუ ამოყო თავიო, იქ პრობლემები არ შეექმნას, სამსახური არ დავკარგო რა და აი შენ არა ხარ იარაღის ხელში ამღები, შენ რისი ხელში ამღები ხარ, აღარ დავკონკრეტები ახლა. ინაცვალი გაიხარე გიორგი, მართალი ხარ.
მასეთები ეხლა ვინც ესე არის საუბრობენ ზოგადად ხო შენ თქმის არ იყოს ისე ჩირგვებში და იმეებში ჩაძვრებიან კაიგე და იქიდან ადევნებენ რა კურდღლებივით დაიმალებიან ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ისევ ჩვენი საბრძოლო მეგრე ვინც მელაპარაკება ხალხი ჩემზე უფროსია სამივე ომმა მოუწია ასაკი და არც ერთში არ არის ნამყოფი და ამ დროს პრეტენზია აქვს რომ მე რომ ვიღაცა შემოვა იმას უეჭველი იმასთან იბრძოლებს უეჭველი უფრო სწორად არა ეს კატეგორია როგორია ეხლა რა ბოდიშ კამერა გამარჯობა ეს კატეგორია როგორია იცით ანუ ყველა ომს მოესწრო არც ერთ ომში არ არის ნამყოფი და ომს სასწავლია როგორ წარმოება ინტერნეტით